ვერხოვენსკი თითქმის არავის მისსალმებია და სუფრის თავში დაუდევრად გადაითხლაშა სკამძე ზიზღიანი და მედიდური სახით. სტავროგინმა თავაზიანად დაუკრა იქ მყოფ თავი, მაგრამ სტუმრებმა თითქოს ვერ შეამჩნიეს, თუმცა მათ მოსვლას კი ელოდებოდნენ. სტავროგინი დაჯდა. სტავროგინ, ჩაის დალევთ? გოროზად კითხა დიასახლისმა. გიახლებით? სტავროგინს ჩაი, უბრძანა ქალმა თავის დას. თქვენ არინებებთ? ეს კითხვა ვერხოვენსკის ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა ვინებებ, სტუმარს როდის ეკითხებიან? თან ნაღებიც მოაყოლეთ, თორემ თქვენთან ჩაი კი არა. რაღაც უბედურებაა. დღეობა მაინც არ ერქოს. დღეობები თქვენ საგწავთ? გაეცინო უცებ სტუდენტ ქალს. სუთია ამაზე ვლაპარაკობდით. მოძველებული ამბავია, ჩაიბუზღუნა გიმნაზიელმა სუფრის მეორე ბოლოში. მოძველებული კი არა და ჩვენ სამარცხვინოდ ყოვლად უწყინარი ადათების გადაგდებაც ჩვენში დღემდე ახალი ამბავია. ლამის სკამიდან გადმოვარდა სტუდენტი ქალი და მერე გამძვინორებით დაატანა. თუმცაღა უწყინარი ადათები არ არსებობს. გიმნაზიელი ძალზე აღელდა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ადათები მოძველდა და მართლაც აღმოფხრა უნდა მეთქი. დღეობა კი იმდენად საყოველთაო ცნობილი სისულელეა და იმდენად მოძველებული, ამაზე ძვირფასი დროის დაკარგვა არ აღირს. ისედაც უამრავი დროა დაკარგული, ჩემი აზრით. ენის ლესვა მგონი უფრო საჭირო საგნებზე იქნებოდა უკეთესი. ისე აჭიანურებთ, კაცი ვერაფერს გაიგებს, გამოძახა სტუდენტმა ქალმა. გონი ხმის უფლება ყოველ კაცს აქვს თამაშასა და მე შემიძლია სხვებივით ჩემი აზრით გამოვთვალო. ხმის უფლებას არავინ გართმევთ? მარტო ის გთხოვეს მეტისმეტად ნუ გააჯანჯლეთ, თორემ ვერავინ ვერაფერი გაიგო, გააწყვეტინა დიასახლისმა. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ჩემი უპატივცემულობაა. თუ აზრი ვერ დავასრულე, ეს არ ნიშნავს აზროვნება არ შემეძლოს, პირიქით, მე ფრიად და სასოწარკვეთილ გიმნაზიელს საბოლოოდ დაებნა სათქმელი. თუ ლაპარაკი არ შეგიძლიათ გაჩუმდით მაინც, მიახალა სტუდენტმა ქალმა. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბატონ სტავროგინთან გინდათ ახლა ჭკუა გამოიჩინო და მეტი არაფერი, შეხტა გიმნაზიელი და სირცხვილის განისი აილანძა, თავის მობრუნება ვერ გაბედა. ეგ ბინძური აზრი მხოლოდ თქვენს გაუნათლებლობას მოწმობს. ძალიან გთხოვთ აღარაფერი მითხრათ, აღშფოთდა სტუდენტი ქალი. სტავროგინ, დაიწყო დიასახლისმა. თქვენამდე აქ ოჯახის უფლებებზე იყო დავა. ეს ოფიცერი გამათობდა. დიასახლისმა თავის ნათესავ მაიორისკენ გაიქნია თავი. რა თქმა უნდა, მე არ შეგაწუხებდით ამ ძველი აბდაობდით, მაგრამ საიდან გაჩნდა მაინც ოჯახის უფლება მოვალეობანი იმ ადათის სახით, როგორც ახლა გვევლინება? რა სიტყვით ამ კითხვაზე? როგორ საიდან გაჩნდა? ჩაკითხა სტავროგინმა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის რწმენა ჭექა ქუხილმა შექმნა. გამოხდა ისე სტუდენტი ქალი და თვალები ჯიქურ მიაშტერა სტავროგინს. საყოველთაო ცნობილია, რომ პირველყოფილმა კაცობრიობამ ელვა ქუხილის შიშით გააღმერთა უხილავი მტერი. რა კი თავისი უძლურება იგრძნო. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს წარმოდგენა ოჯახზე? ან საიდან გაჩნდა თვით ოჯახი? ეს სხვა საკითხია და დააპირა ჩარევა დიასახლისმა. მე მგონია პასუხის გაცემა ცოტა უხერხულის გახლავთ, მიუგო სტავროგინმა. რაო? შეხტა ისევ სტუდენტი ქალი.
მასწავლებელთა ჯგუფში ჩაიხითხითეს. სუფრის მეორე ბოლოში ლიამშინი და გიმნაზიელიც აყვნენ. ხრინწიანი ხარხარი აუტყდა ნათესავ მაიორსაც. ვოდებილებს კარგად დაწერდით, მიუბრუნდა დიასახლისი სტავროგინს. სტუდენტი ქალი მართლა აღშფოთდა. დიახაც უკადრისია თქვენგან, არ ვიცი კი თქვენი სახელი, მოუჭრა მოკლედ. შეცნუ ეჩრები, გასათხოვარი ქალი ხარ და მოგზაურობა გმართებს. შენ კი ისეც მუკავ თითქოს ნემსებს ზეიჯდე, მიახალა მაიორმა. თუ შეიძლება გაჩუმდით და ეგუხამს ის შედარებანი მეორედ აღარ გამიბედოთ. პირველად გხედავთ და თქვენი ნათესაობა არაფრად მიმაჩნია. მე ხომ ბიძავარ შენი. ვინ მოსთვლის რამდენჯერ მიტაბერები ხარ ხელით, ძუძუმწოვარა რო იყავი. მერე ვინ შეგეხვეწათ მატარეთო. ალბათ თვითონ მე გსიამოვნებდათ ბატონო ოფიცერო. ისიც უნდა მოგახსენოთ. შენობით ნუ ველაპარაკებით. თუ არ მომმართავთ როგორც მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ გიგრძალავთ. მაიორმა მუშტი დაახეთქა მაგიდას და მის პირდაპირ მჭდარ სტავროგინს მიუბრუნდა. ამას უყურე ერთი. არა ბატონო, მე ლიბერალობაც მიყვარს და თანამედროვეობაც. ჭკვიანურ ლაპარაკსაც სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ მხოლოდ მამაკაცების და არა ქალებისგან. არა ამისთანა თანამედროვე ბოლო კანკარებისგან ბატონო. შენ მადნოც მუკავ. შეუტია მაიორმა სტუდენტ ქალს, რომელიც სკამიდან წამოხტომას ლამობდა. არა, სიტყვას მეც ვითხოვ, მეც შეურაცხყოფილი გახლავართ. სხვებს ხელს ნუ უშლი და თვითონ კი ლაპარაკი არ შეგიძლიათ. აღშფოთები წაიდუდუნა დიასახლისმა. არა, მე უნდა ვთქვა, ცხარობდა მაიორი და ისევ სტავროგინს უყურებდა. ახალი მოსული ბრძანდებით და ამიტომ თქვენი იმედი მაქვს ბატონო სტავროგინ, თუმცა არ გიცნობთ. უმამაკაცებოდ ეგენი ბუზები ვით გაწყდებიან. აი ჩემი აზრი. მთელი მაგათი ქალთა საკითხი ეს მხოლოდ ორიგინალობის უქონლობაა. მერწმუნეთ, ქალთა საკითხი სულ მამაკაცებმა მოიგონეს თავის დაჭირად. მალობა ღმერთსოლი არ ამყავს. თავისით ვერაფერს იგონებენ, ყველაფერს მამაკაცები უთხზავენ. აგერ ბატონო მაგალითიც. მე ხელით რამდენჯერ მიტარებია. 10 წლისა რომ იყო, მასთან მაზურკას ვცეკვავდი ხოლმე. დღეს ჩამოვიდა და ბუნებრივია ხელგაშლილი შევეგებე, მან კი მეორე სიტყვიდანვე მომახალა ღმერთი არ არისო. მესამე სიტყვიდან მაინც ეთქვა, მეორე და რაღა იყო. ცხვირში აქვთ სული და იმიტომ თქვათ ჭკვიან ხალხს არ ასწამს. მაგრამ ეს ხომ ჭკუისგან მოსდით. შენ კი შეგაბერილო, ღმერთის არ აგესმის. შენ ხომ სტუდენტმა გასწავლა. რომ ესწავლებინა, კანდელი დაანთეო, ხომ კანდელსაც დაანთებდი მეთქი. ტყუით, ყველაფერს ტყუით, დიდი ბოროტი კაცი ყოფილხართ. წეღან ხო დაგიმტკიცეთ თქვენი უსუსურობა. ისიაგდებულად მიუგო სტუდენტმა ქალმა, თითქოს ამისთანა კაცი ლაპარაკის ღირსებას არ მიიჩნიაო. მე ის გითხარით წეღან, ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს. თუ პატივსასცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო. ასე არის ათწნებაში. ხო და თუ ღმერთმა საჭირო ცნო, სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშნა, მაშა სადამე თქვენი ღმერთი უზნეოა მეთქი. აი რა სიტყვებით აგიმტკიცეთ წეღან და არა მეორე სიტყვიდან. ისიც იმიტომ, გული რომ გამიწყალეთ თქვენი უფლებებით, ვისი რა ბრალია ჭკუა თუ არა გაგვდა აქამდე ვერაფერ ჩახვდით. თავმოყარეობა გაწუხებდა ბრაზობთ. აი თქვენი თაობის მთელი გამოცანა. აი შებატისტვინა, წაილაპარაკა მაიორმა. თქვენ კი ყეყეთში ხართ.
ოჰო, ილანძღე. კი, მაგრამ კაპიტონ მაქსიმოვიჩ, აკი თქვენ თვითონ ბრძანეთ ღმერთი არ ამწამსო, წამოიკნავლა სუფრის მეორე ბოლოდან ლიპუტინმა. მერე რა რომ ბრძანე? ჩემი საქმე სხვაა. მე იქნე მწამს კიდეც, მაგრამ სუმთლად არა. მე თუმცა სუმთლად არ ამწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხრიტოს მეთქი. ჰუსარი რომ ვიყავი, მაშინაც სულ ღმერთის საკითხი მაფიქრებდა. ლექსებში ისე წერია, თითქოს ჰუსარის მისა და ქეიფის მეც არაფერს აკეთებს. კი ბატონო. იქნე მეც ვქეიფობდი, მაგრამ დამიჯერეთ. ღამე წინდების ამარა წამოვხტებოდი და ხატის წინ სულ პირჯვარს ვიწერდი. ღმერთო, რწმენა ჩამინერგე მეთქი, ვინაიდან მაშინაც მაწვალებდა ფიქრი, არსებობს თუ არა ღმერთი მეთქი? დღისით რა თქმა უნდა გაერთობი და რწმენას თითქოს გინელდება. საერთოდაც შემიმჩნევია, რომ დღისით კაც თითქოს რწმენა გიქრება. ვერხოვენსკიმ გულიანად დაამტკნა რა და დიასახლის მიუტრიალდა. კარტი ხომ არ გაქვთ? მესმის და თანა გიგრძნობთ მაგ კითხვას შეხტა და შებზრიალდა სტუდენტი ქალი, რომელსაც აღშფოთების გალოყები ასწითლებოდა. ამ სულელურ ლაპარაკში ოქროს დრო იკარგება, მოჭრა დიასახლისმა და მწყრალად გადახედა თავის ქმარს. სტუდენტი ქალი წელში გასწორდა. მე მინდოდა კრებისთვის მემცნო სტუდენტების ტანჯვისა და პროტესტის ამბავი, მაგრამ რა კიდროს ასეთ უზნეო ლაპარაკში ვკარგავთ. არ არსებობს არც ზნეობრივი და არც უზნეო რამ უმალ პირში ეცა გიმნაზიელი. სანამ თქვენ გასწავლიდნენ, მე ეს უკვე ვიცოდი, ბატონო გიმნაზიელო. გიმნაზიელი გამძვინვარდა. მე კი ვამტკიცებ, რომ ბავშვი ხართ და პეტერბურგიდან ჩვენს გასანათლებლად ჩამობრძანდით, თუმცა ჩვენი სედაც ვიცით ყველაფერი. რაც შეეხება იმ ცნების უზნეობას, პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსაო, რომელიც სწორადაც ვერ თქვით. ეს ჯერ კიდევ ბელინსკის სიტყვებით იცის მთელმა რუსეთმა. აღარ მოეღება ამას ბოლო, ქმარს მიუტრიალდა მადამ ვერგინსკაია, რომელსაც დიასახლისის პირობაზე ძალიან ერწყმინებოდა ამ უბადრუკი საუბრისა. მეტადრე რომ ის ოჯახში პირველად მყოფ სტუმრებს ღიმილი და გაოცება შეამჩნია. ბატონებო, ხმა აღიმაღლა ვირგინსკიმ, თუ ვისმე ან სალაპარაკო ან განსაცხადებელი აქვს საქმის ირგვლივ, ჩემი წინადადება დროს უნდა დავკარგოთ და დავიწყოთ. გავბედავდა ერთ კითხვას დავსვამ, წამოილაპარაკა აქამდე მდუმარე და უჩვეულოსი დინჯით მჯდომმა კოჭლმა მასწავლებელმა. მინდა ვიცოდე, აქ ჩვენს ხდომა გვაქვს თუ სტუმრად მოსულ ჩვეულებრივ მოკვდავთა შეკრებულობას წარმოვადგენთ? კითხულობ ამას მხოლოდ საკითხის გასარკვევად. ვითომ და კვიმატმა კითხვამ ყველაზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჯერ ერთმანეთს გადახედეს, ვირა სიტყვისო, და მერე შეთქმულებივით ვერხოვენსკისა და სტავროგინს მიაჩერდნენ. ჩემი წინადადებაა კენჭი ვყაროთ. სხდომა არის თუ არა, გამოაცხადა მადამ ვირგინსკაიამ. მე სავსებით ვეთანხმები ამ წინადადებას, თუმცა ცოტაოდენ გაურკვეველი კი არის, მხარი დაუჭირა ლიპუტინმა. მეც ვეთანხმები, მეც, გაისმა შეძახილები. მეც მგონია ეს უფრო წესრიგს დაამყარებს და ემოწმა ვირგინსკიც. მაშასა და მე კენჭი ვყაროთ, განაგრძო დიასახლისმა. ლამშინ გთხოვთ ფორტეპიანოს მიუждეთ? იქიდანაც შეგიძლიათ ხმის მიცემა, როცა კენჭს ვყრით. აღარ კმარა, რაც ვაბრახუნე? ძალიან გთხოვთ, დააჯდეთ და დაუგრათ. არ გინდათ საქმეს გამოადგეთ? გეფიცებით კაციშვილი არ გვისმენს. არინა პროხოროვნა, თქვენი ფანტაზიაა მხოლოდ. ფანჯრები მაღალზეა, ვინ რას გაიგებს, გინდას მოგვაყურადოს. ჩვენც არ გვესმის რა ხდება, წაიბუზღუნა ვიღაცამ. მე კი ვამტკიცებ, სიფრთხილეს თავი არ სკივა მეთქი, თქვა დიასახლისმა და ვერხოვენსკის მიუტრიალდა.
თუ ჯაშუშები არიან სადმე და ეგაიგონონ რომ აქ დღეობა გვაქვს და უკრავთ. ფუი და ლახროს ეშმაკმა შეიკურთხალი ამში. ფორტეპიანოს მიუждდა და ლამის მუშტებით დააბრახუნა ვალსი. ვისაც ხდომა სურს, თხო მარჯვენა ხელი ასწიოს გამოაცხადა მადამ ვირგინსკაიამ. ნაწილმა ხელი ასწია, ნაწილმა არა. ზოგმა ასწია და ისევ დაუშვა და ისევ ასწია. ფუ დასწყევლოს ღმერთმა ვერაფერი გავიგე, დაიძახა ერთმა ოფიცერმა. ვერც მე, დაიძახა მეორემ. მე გავიგე, დაიძახა მესამემ. თუ ჰო, ხელი უნდა ასწიო. ჰო რაღაც ნიშნავს. ნიშნავს ხდომა არისო. არა, არ ნიშნავს. მე ხდომას მივეცი ხმა. ხმა მოხლა მიმართა მადამ ვირგინსკაიას გიმნაზიელმა. მას ხელი რა დარასიეთ? თქვენ გიყურებდით. თქვენ არ ასწიეთ და არც მიავწიე. რა სისულელეა, მე იმიტომ არ ავწიე, ჩემი წინადადება იყო. ბატონებო, ახლა პირიქით ვიტყვი. ვინც ხდომის მომხრეა, იჯდეს და ხელი არ ასწიოს. ვინც არ არის მომხრე, მარჯვენა ხელი ასწიოს. ვინც არ არის მომხრე? ჩაკითხა გიმნაზიელმა. თქვენ რა ჯიბზე ხომ არა ხართ, შეუტია განრისხებულმა მადამ ვირგინსკაიამ გიმნაზიელს. არა ბატონო, ვინც მომხრეა, თუ არ არის მომხრე, ხომ ზუსტად უნდა გაირკვეს ეს? გაისმა აქა იქ. ვინც არ არის მომხრე, არ არის მომხრე. ხო და რა ვქნათ, ავწიოთ თუ არ ავწიოთ? ვინც მომხრენი არა ვართ, შეძახა ოფიცერმა. კონსტიტუციას თურმე მიჩვეული არა ვყოფილვართ, წამოიძახა მაიორმა. ბატონო ლიამშინ ქენით სიკეთე და გაჩერდით, ისი აბრახუნებთ, არაფერი ისმის, მიმართა კოჭრმა მასწავლებელმა. მერთმანი არინა პროხოროვნა ყურს არავინ გვიგდებს, წამოხტა ლიამშინიც. არ მინდა დაკვრა და მორჩა, მე სტუმრად მოვედი საბრახუნებლად კი არა. ბატონებო, ერთ ხმად მიპასუხეთ, ხდომა არის თუ არა, გამოაცხადა ვირგინსკაიამ. სხდომა მიაძახეს ყოველი მხრიდან. თუ ასე ახმის მიცემა აღარ არის საჭირო. კმაყოფილი ხართ ბატონებო, თუ ისევ კენჭი ვყაროთ. არ გვინდა, არა მივხვდით. იქნება არის ვინმე ვისაც არ უნდა სხდომა. არა, ყველას გვინდა. რა არის მაინც სხდომა? დაიძახა ერთმა. მაგრამ პასუხი არავინ გასცა. პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, შეძახეს აქეთ-იქიდან. ცხადია მასპინძელი. რა კი ასეა ბატონებო, დაიწყო ამორჩეულმა ვირგინსკიმ. მე ისევ ჩემ პირველ წინადადებას გავიმეორებ. ვისაც საქმის ირგვლივ აქვს სალაპარაკო თუ განსაცხადებელი დროს ნუ დავკარგავთ და დავიწყოთ. ყველამ ხმა გაგბინდა. ყველამ კვლავ სტავროგინსა და ვერხოვენსკის მიაპყრო მზერა. ვერხოვენსკი, განაცხადებთ რამეს? პირდაპირ კითხა დიასახლისმა. ვაფერს. დაამტკნა რა ვერხოვენსკიმ და გაიზმურა, თუმცა ერთ ჭიქა კონიაკს კი ვისურვებდი. სტავროგინ, თქვენ არინებებთ? გმადლობთ არაბსო. მე გეკითხებით ლაპარაკს ხომ არინებებთ მეთქი და რა კონიაკს? ლაპარაკს? არა მსურს. კონიაკს ახლა მოგართმევენ, მიუბრუნდა დიასახლისი ვერხოვენსკის. სტუდენტი ქალი, რომელიც აქამდე სულ ასადგომად იწეოდა, ახლა მართლა წამოდგა. მე ჩამოვედი, რათა უბედურ სტუდენტთა ტანჯვის ამბავი მომეხსენებინა და ამავე დროს ისინი ყველგან აგვემხედრებინა. მაგრამ მაგიდის მეორე თავში უკვე კონკურენტი გამოუშვდა და ქალმაც სიტყვა გააწყვიტა. ყველა მას მიაჩერდა. გრძელყურა შიგალიოვი უჟმური სახით წამომდგარიყო ადგილიდან და მელანქონიურად დაედო წინ სქელი რვეული. ამ რვეულის დანახვამ ბევრი დააბნია. მაგრამ ლიპუტინს, ვირგინსკისა და კოჭლ მასწავლებელს თითქოს კმაყოფილება დაეწყოთ.
სიტყვას ვითხოვ კუშტად განაცხადა შიგალოვმა. ბრძანეთ, ნებადართო ვირგინსკიმ. ორატორი დაჯდა, ნახევარ წუთს იყუჩა და მერე მედიდურად დაიწყო. ბატონებო, დიასახლის ის და, რომელიც ჩაის ასხამდა და ახლა კონიაკის მოსატანა წასულიყო, თითებს-შუა გაჩრილი კონიაკის ჭიქა, ულანგროდ დაუთებშოთ ბოთლთან ერთად წინ დაუდგა ვერხოვენსკის და ზიზღით უთხრა. აჰა თქვენი კონიაკიც. ორატორის ვიადად დადუმდა. მარა უშავს, განაგრძეთ. მე არ გისმენთ. დაუძახა ვერხოვენსკიმ და ჭიქა შეივსო. ბატონებო, ვითხოვ თქვენს ყურადღებას და როგორც ქვემოთ დაინახავთ თქვენ დახმარებას დიდად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად, ჯერ შესავალს მოგახსენებთ. დაიწყო ხელახლა შიგალიოვმა. არინა პროხარავნა, მაკრატელი ხომ არ გექნებათ? იკითხა ანაზად ვერხოვენსკიმ. მაკრატელი რად გინდა? თვალები ჭყიდა დიასახლისმა. ფრჩხილების დაჭრა დამავიწყდა. 3 დღეა ვაპირებ. ვერხოვენსკი უშფოთველად ათვალიერებდა თავის გრძელსა და ჭუჭყიან ფრჩხილებს. არინა პროხოროვნა სახია უპილპილდა მის მულს კი თითქოს მოეწონა ეს თხოვნა. მგონი წეღან აქ ვნახე ფანჯარაზე. წამოდგა იგი და მაკრატელი მაშინვე მიუტანა. ვერხოვენსკი მზედაც არ შეხედა. მაკრატელი გამოართვა და ფრჩხილების დაჭრას შეუდგა. არინა პროხოროვნამ რომ დაინახა, მაკრატელი მართლა საქმისათვის ჭირვებიაო, თავისი გაფხუკიანებისა შერცხვა. შეკრებილებმა უხმოდ გადახედეს ერთმანეთს. კოჭლი მასწავლებელი ღვარძლითა და შურით ადევნებდა თვალს ვერხოვენსკის. შიგალიოვმა ისევ განაგრძო. მე არ დავიშურე, ბატონებო, ჩემი ენერგია მომავალი საზოგადოების სოციალური წყობის საკითხის შესწავლისთვის და დავწმუნდი, რომ სოციალური სისტემის ყველა ფუძემდებელი უძველესი დროიდან მოყოლებული ჩვენს 1860 წლამდე მეოცნებენი, მეზღაპრენი და ბრიყვები იყვნენ. ეწინააღმდეგებოდნენ საკუთარ თავს, ვერ ერკვეოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში და არც იმ უცნაური ცხოველისა ესმოდათ რამე, რომელსაც ადამიანი ქვია. ლატონი, რუსო, ფურიე, ალუმინის სვეტები თუ სხვადასხვა მხოლოდ და მხოლოდ ბეღურების საკენკად გამოდგება. აქ საუბარი იყო ჩერნიშევსკის რა ვაკეთოში მთავარი გმირის ვერა პავლოვნა სიზმარში მოთხრობილ ბროლის სასახლეებზე, რომელთაც ალუმინის სვეტები აქვს. ხონა რა კი ჩვენ ყველანი ბოლოს და ბოლოს მოქმედებას ვაპირებთ? რა კი მომავალი საზოგადოების მოწყობის გეგმას სწორედ ახლა გვჭირდება, რომ მერე ტვინი აღარაფერზე ვიჭყლიტოთ? მე გთავაზობთ სოფლიოს მოწყობის საკუთარ სისტემას. აი ბატონებო ესეც, დაკრა მან ხელი რვეულს. მინდოდა კრებისთვის შეძლების დაგვარად შემოკლებული სახით გადმომეცა ჩემი წიგნი, მაგრამ ვამატყობ, რომ საჭირო იქნება აუარებაზე პირი განმარტების მოშველიება. ამიტომაც მთელი წიგნის გადმოცემისთვის 10 საღამო მაინც დამჭირდება, ანუ იმდენი, რამდენი თავიც გახლავთ ჩემს წიგნში გაისმა სიცილი. გარდა ამისა, წინასწარ მოგახსენებთ, რომ ჩემი სისტემა დამთავრებული არ არის, კვლავ სიცილი. მე დამაბნია საკუთარმა მონაცემებმა და ჩემი დასკვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პირვანდელ იდეას, საიდანაც გამოვდივარ. ვიწყებ უსაზღვრო თავისუფლები და ვამთავრებ უსაზღვრო დესპოტიზმით. თუმცა იმასაც დავამატებ, რომ ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში სხვანაირად არც გადაწყდება. სიცილმა უფრო იმძლავრა. იცინოდნენ მეწილად ახალგაზრდები,
ვისაც ასე ვთქვათ, ნაკლებად გაეგებოდა ამ საკითხებისა. დიასახლისი, ლიპუტინი და კოჭლი მასწავლებელი უკმაყოფილო ჩანდნენ. თუკი თქვენვე ვერ ჩამოაყალიბეთ საკუთარი სისტემა და სასოწარკვეთაში ჩავარდით, ჩვენ რაღა გვეთქმის? ფრთხილად ჩაურთო ერთმა ოფიცერმა. მართალი ბრძანდებით, ბატონო ოფიცერო, კვახეთ მოუტრიალდა შიგალიოვი. უფრო იმიტომ, რომ სიტყვა სასოწარკვეთა იხმარეთ. დიახ. სასოწარკვეთამდე მივდიოდი. მიუხედავად ამისა, რასაც ჩემს წიგნში მოგახსენებთ, მას ვერაფერი შეცვლის. სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვას ვერავინ ვერაფერს მოიგონებს. ამიტომაც ახლა ვიწვევ მთელ საზოგადოებას ჩემი წიგნის მოსმენის შემდეგ თავისი აზრი გამოთქვას. თუ წევრები არ მოისურვებენ ყური დამიგდონ, აჯობებს ახლა დავიშალოთ. მამაკაცებმა სახელმწიფო სამსახური განაგრძონ. ქალები კი სამზარეულოს დაუბრუნდნენ, ვინაიდან თუ ჩემს წიგნს უარყოფთ, სხვა გამოსავალს ვერ ნახავთ. ვერავითარს. დროის დაკარგვით კი თქვენს თავს ვეავნებთ, რამე თუ შემდეგში უთუოდ ამასვე დაუბრუნდებით. კრება აჩოჩქოლდა. ქიჟია თუ ვინ არის, გაისმახმები. მაშასადამე ყველაფერი შიგალიოვის სასოწარკვეთაზეა დამოკიდებული. საჭირბოროტო საკითხი ახლა ასე დგას. იყოს თუ არა შიგალიოვის სასოწარკვეთილი? დაასკვნა ლამშინმა. შიგალიოვის სასოწარკვეთა პირადული საკითხი გახლავთ, განაცხადა გიმნაზიელმა. ჩემი წინადადება კენჭი ვყაროთ. რამდენად ეხება საერთო საქმე შიგალიოვის სასოწარკვეთა და ამგვარად ღირს თუ არა მისი მოსმენა? ხერულად გადაწყვიტა ოფიცერმა. არც ეგრე გახლავთ, ბატონებო საქმე? ჩაერია ბოლოს კოჭლი მასწავლებელი. მისი ოდნავ დამცინავი ღიმილი კაც საგონებელში ჩააგდებდა. მართლა ლაპარაკობს თუ ხუმრობსო? დიახ, ბატონებო, არც ეგრე გახლავთ საქმე. ბატონი შიგალიოვი ფრიად ერთგულად მოეკიდა თავის ამოცანას, ამასთან მეტისმეტი თავმდაბალი კაცის გახლავთ. მე გავეცანი მის წიგნს, მისი აზრით საკითხი რომ საბოლოოდ გადაიჭრას, კაცობრიობა ორ არათანაბარ ნაწილად უნდა დაიყოს. ერთ მეათედ ნაწილს მიეცემა პიროვნული თავისუფლება და განუსაზღვრელი ძალაუფლება დანარჩენ 9/10-ზე. ხოლო ეს 9/10 კი დაკარგავს საკუთარ მეს და ასე ვთქვათ ჯოგად იქცევა. მერე უსაზღვრო მორჩილების და მთელ რიგ გარდაქმნათა წყალობით პირველყოფილ უმანკოებას დაებრუნებს და პირველყოფილი 64-ის და გვარ 64-ს შექმნის. ეს კია, შრომა მაინც დასჭირდებათ. ავტორის მიერ წამოყენებული ღონისძიებანი კაცობრიობის 9/10-ის დასამორჩილებლად და ჯოგად გადასაქცევად მთელი თაობების ხელახლა აღზრდის გზით ფრიად საყურადღებო გაახლავთ. ემყარება ბუნებრივ მონაცემებს და დიახაც ლოგიკურად არის დასაბუთებული. შეიძლება არ დაეთანხმო ზოგიერთ დასკვნას, მაგრამ ჭკუას და ცოდნას ავტორს ვერ წაართმევ. სამწუხაროდ პირობები არ გვიწყობს ხელს. 10 საღამო რომ მოусმინოთ ავტორს, თორემ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებდით. მადამ ვირგინსკაია კოჭლ მასწავლებელს მიუტრიალდა. დავიჯერო. ამას მართლა ლაპარაკობთ იმ კაცზე, რომელმაც არ იცის ხალხს რა უქნას და 9/10-ს მონება დაქცევს? ეგეჭვი დიდი ხანია მქონდე მასზე. ქალი შეშფოთებულიც კი ჩანდა. თქვენს ძმაზე ამბობთ? კითხა კოჭლმა მასწავლებელმა. რა შუაში ანათესაობა? დამცინით თუ რა არის? ეგეც არ იყოს არისტოკრატებისთვის იმუშაო და ღმერთები ვითემონო მათ, ჩემი აზრით დიდი უსინდისობაა, შეუტია სტუდენტმა ქალმა. უსინდისობას კი არა, ამ ქვეყნიურ სამოთხეს გთავაზობთ. სხვა სამოთხე დედამიწაზე არ შეიძლება იყოს, ზვიადად დაასკვნა შიგალიოვმა. მე კი სამოთხის ნაცვლად კაცობრიობის მაგ 9/10-ს თუ კი სხვა გზას ვერ გამოუნახავდი,
ავდგებოდი და აერში ავაფეთქებდი. დავტოვებდი მხოლოდ განათლებული ხალხის მცირე წრეს და ისინიც იცხოვრებდნენ და იბედნიერებდნენ მეცნიერების საფუძველზე, შესძახა ლამშინმა. სტუდენტი ქალი გაცხარდა. მაგის თქმა მხოლოდ ტაკი მასხარა შეუძლია. არ დაგავიწყდეს, რომ ეგ ტაკი მასხარა გამოსადეგი კაცია, ჩაუჩურჩქლა მადამ ვირგინსკაიამ. შიგალოვი ფიცხლად მიუბრუნდა ლამშინს. ვინც ის იქნებ მართლაც ეგრე სჯობდეს. ალბათ არც იცით რა ღრმა აზრი გამოთქვით გულმხიარულო ბატონო ჩემო, მაგრამ ვინაიდან თქვენი იდეა თითქმის განუხორციელებელია, ისევ ამ ქვეყნიურ სამოთხეს უნდა დავჭერდეთ, როგორც აქ შეარქვეს. გვარიანი აბდაუბდა კია, წამოსცდა ვერხოვენსკის. იგი გულგრილად იჯდა და თავახეублად იჭრიდა ბრჩხილებს. ვითომ რატომ აბდაუბდა? ისვე მიატანა კოჭლმა მასწავლებელმა, რომელიც თითქოს მის დალაპარაკებას ელოდა, რომ პირში სცემოდა. რატომ მაინდა-მაინც აბდაუბდა? ბატონი შიგალოვი ნაწილობრივ კაცთმოყვარე ფანატიკოსი გახლავთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ფურიეს, განსაკუთრებით კი კაბეტსა და თვით პრუდონსაც აუარება დესპოტური და ფანტასტიკური საკითხის გადაწყვეტა აქვთ. ბატონი შიგალოვი ვინძლო მათზე გაცილებით ფხიზლად წყვეტს საკითხს, მერწმუნეთ მის წინგს რომ წაიკითხავთ, თითქმის შეუძლებელია ზოგრამეში არ დაეთანხმოთ. ვინც ის იქნებ რეალიზმს ყველაზე ნაკლებად შორდება და მისი ამ ქვეყნიური სამოთხე თითქმის ნამდვილი სამოთხეც იყოს. სწორედ ის სამოთხე, რომლის დაკარგვაზე დღემდე ოხრავს მთელი კაცობრიობა, თუ კი მართლაც არსებობდა იგი ოდესმე. კაბეტი იგივე ეტიენ კაბე, ფრანგი მწერალი, ავტორი რომანისა მოგზაურობა იკარიაში, სადაც აღწერილია მომავალი სოციალისტური საზოგადოება, ხოლო პრუდონი, პიერ ჟოზეფ, ფრანგი პუბლიცისტი, ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეგრეც ვიცოდი არ ამცდება მეთქი, წაიდუდუნა ისე ვერხოვენსკიმ. კოჭლ მასწავლებელს უფრო და უფრო მოეკიდა ბრაზი. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ მომავალ სოციალურ წყობაზე ლაპარაკი და მსჯელობა თითქმის გარდაუვალი და აუცილებელი გახლავთ თანამედროვე მოაზროვნე ადამიანისთვის. გერცენი მთელი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე ფიქრობდა. ბელინსკი, როგორც ჩემთვის ნამდვილად ცნობილია, მთელი საღამოები თავის მეგობრებს ეკამათებოდა მომავალ სოციალურ წყობაზე და წინასწარ წყვეტდა ყოვლად წვრილმან. ასე ვთქვათ, საშინაო საკითხებსაც კი. ზოგი ჭკუასაც კარგავს, ჩაუთო მოულოდნელად მაიორმა. ის არ სჯობს, რაღაცაზე მაინც მოილაპარაკო და შეთანხმდე, ვიდრე დიქტატორივით იჯდე და ხმა არ ამოიღო, წაისისინა ბოლოს ლიპუტინმაც. განაში გვალიოზე ვთქვი, აბდაუბდა არის მეთქი, წაიდუდუნა ვერხოვენსკი და ოდნავ ასია თავი. იცით ბატონებო, ჩემი აზრით ეს წიგნები, ეს ფურიეს, კაბეტები, ყველა ეს შრობის უფლებანი, ეს შიგალიოვის სეული სამოთხენი რომანებს გავს და მათი დაწერა 100,000-ობით შეიძლება. ეს თეთიკური დროს ტარება გახლავთ. ვიცი, ამ პატარა ქალაქში მოწყენამ გაგაბეზრა და იმიტომაც დაეხარბეთ აზე ნაწერებს. უკაცრავად ბატონო, შეტოკდა სკამზე კოჭლი მასწავლებელი. რა თქმა უნდა, პროვინციელები ვარ და საცოდავი პროვინციელებიც, მაგრამ ის მაინც გავეგება. ამ ქვეყნად ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა. თავში ვიცეთ. რატომ გამოგვეპარაო? აგერ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი უცხოური პროკლამაციების მეოხებით გვთავაზობენ, შეერთდით და ჯგუფებით ჩამოაყალიბეთ, თქვენი ერთადერთი მიზანი საყოველთაო განადგურება იქნებაო. ვინაიდან როგორც უნდა უწამლო ამ ქვეყანას მაინც ვერ მოარჩენ, ხოლო 100 მილიონ კაც თუ თავს წააგდებინებ და ტვირთ შეიმსუბუქებთ, ხრილს უფრო იოლად გადაახტებიო. ეჭვი არ არის დიდებული აზრია, მაგრამ ისევე არ ეთანხმება სინამდვილეს, როგორც თქვენგან ახლა მასხარა დაგდებული, ასე ვთქვათ, შიგალოვის სამოთხე. მე აქ საკამათოდ არ მოვსულ ვარ, წამოსცდა ეს მრავლის მეტყველი სიტყვა ვერხოვენსკის და სანთელი ახლოს მიიდგა, თითქოს ვერ შეამჩნია რა წამომცდაო. აფსუს,
რომ საკამათოდ არ მოსულხართ და აფსუსს რომ თქვენმა ტუალეტმა ეგრე გაგიტაცათ ახლა. ჩემი ტუალეტი რას გიშლით? 100 მილიონი თავის ამბავი ისევე ძნელად განსახორციელებელი გახლავთ, როგორც ქვეყნიერების პროპაგანდით გარდაქმნა. ვინც უფრო ძნელიც იყოს მეტადრე რუსეთში, ისევ გაბედა ჩარევალი პუტინმა. ყველა კი რუსეთის იმედით არის ახლა? წაილაპარაკა ერთმა ოფიცერმა. ეგეც ხსმენია ჩვენი იმედით არიანო, სიტყვა ჩამოართვა კოჭლმა მასწავლებელმა. ვიცით, რომ ჩვენი დიდებული მამულისკენაა მომართული იდუმალი ინდექსი, ანუ ლათინურად ნიშანი. ვინაიდან ყველაზე უფრო შესძევს ძალა განახორციელოს ეს დიადია მოცანა. მაგრამ იცით რას გეტყვით? ეს ამოცანა რომ პროპაგანდის გზით ნელ-ნელა გადაიჭრას, მე პირადად რაღაცას მაინც ვიგებ. ენას მაინც მოვიქავებ და ვისიამოვნებ. უფროსებისგან კი იქნებ ჩინიც მივიღო სოციალური საქმის სამსახურისთვის, მეორე შემთხვევაში კი, ანუ ამოცანის სწრაფი გადაწყვეტის და 100 მილიონის თავის წაგდებინების შემთხვევაში, რა ჯილდო უნდა მივიღო? დაიწყე პროპაგანდა და იქნება ენაც კი მოგაჭრან. თქვენ ნამდვილად მოგაჭრიან, უთხრა ვერხოვენსკიმ. ხომ ხედავთ? ხოდა რადგან 50, სულ ცოტა 30 წელზე ადრე ძალიან ხელშემწყობ პირობებშიც ამ ხოცვა ჟლეტას ვერ მორჩები? მართლა ცხრები კი არ არიან, ყელი გამოგაჭრევინონ. განა არ ჯობს გუდანაბადი აიკრა, სადმე 900-იქით მყუდრო კუნძულზე გადასახდე და იქ უშფოთველად და ხუჭო თვალები? და მიჯერეთ, კოჭლმა მასწავლებელმა მრავლისმეტყველად დააკაკუნა თითიმაგიდაზე. ასეთი პროპაგანდით მხოლოდ ემიგრაციას შეუწყობთ ხელს, სხვა არაფერს. კოჭლმა მასწავლებელმა გამარჯვებული სახით დაასრულა სიტყვა. ეს გუბერნიიშკუის კოლოფი გახლდათ. ლიპუტინი ვერაგულად იგრიჭებოდა. ვირგინსკი დაღონებული ჩანდა, დანარჩენები კი მეტადრე მანდილოსნები და ოფიცრები გაფაციცებით უგდებდნენ ყურს კამათს. ყველა ხედავდა 100 მილიონი თავის აგენტი რომ კედელს მიაკრეს და ელოდნენ ახლა რაღაც იზავსო. ვერხოვენსკიმ წეღანდელზე უფრო გულგრილი სახე მიიღო და თავ გაბეზრებული კაცივით წაილუღლუღა. ეგ თქვენ კარგად თქვით? ემიგრაციაში წასვლა ორი აზრი არ არის, მაგრამ თუ კი საერთო საქმეს დღითი დღე მეტი და მეტი ჯარისკაცი აწყდება და იმ ვნებას, რასაც თქვენ გული გიგრძნობთ, არა დაგდებენ, მაშინ თქვენოდაც მოგვარდება ყველაფერი. აქ, ჩემო კარგო, ახალი რელიგია მოდის ძველი სანაცვლოდ. ამდენი ჯარისკაცი იმიტომაც ეხხვება. ეს საქმე დიდი საქმე გახლავთ. თქვენ კი ემიგრაციაში წაბრძანდით. იცით, მყუდრო კუნძულზე რა გინდათ, ჯობს დრეზდენს მიაშუროთ. ერთ-ერთი ამ ქალაქში თავის დღეში არ ყოფილა ეპიდემია, თქვენ კი? მითარ განათლებულ კაცს ალბათ სიკვდილის აგეშინიათ. მეორეც, რუსეთის საზღვართან ახლოს არის და საყვარელი მამულიდან შემოსავალს უფრო მალე მოგაწვდიან. და მესამეც, ეგრეთ წოდებულ ხელოვნების საგანძურად ითვლება. თქვენ კი ესთეტიკოსი კაცი ბრძანდებით. თუ არ ვცდები სიტყვიერების ყოფილი მასწავლებელი და ბოლოს პატარა შვეიცარიას წარმოადგენს. ეს კი პოეტური აღმაფრენისთვის გამოგადგებად ვინაიდან ალბათ ლექსებსაც წერთ. ერთი სიტყვით ყველა სიკეთე ერთად იქნება. ატყდა ჩოჩქოლი. მეტადრე ოფიცრები ამოძრაოდნენ. წამმინდა ყველანი აყაყანდებოდნენ. გახელებული კოჭლი მასწავლებელი მყისვე წამოეგუანგეს. დაიცად, ბატონო, იქნება არც ჩვენ გავექცეთ საერთო საქმეს. ამას გაგება უნდა. რომ შემოგთავაზოთ ხუთეულში შემოდით მეთქი. შემოხვალთ თუ არა,
მიახალა მოულოდნელად ვერხოვენსკიმ და მაკრატელი მაგიდაზე დადო. ყველანი თითქოს თოფნაკრავებით შეხვდნენ. ამ უცნაურმა კაცმა ერთბაშად ჩამოიხსნა ნიღაბი, ხუთეულიც კი ახსენა პირდაპირ. არც ერთი პატიოსანი კაცი არ გაექცევა საერთო საქმეს, შეიშმუშნა კოჭლი მასწავლებელი, არა ბატონო, მაგრამ აქ არაფერ შუაშია, უხეშად გააწყვეტინა ვერხოვენსკიმ. ბატონებო, მე პირდაპირი პასუხი მინდა. კარგად მესმის, ჩემი აქ ჩამოსვლა და თქვენი შეკრება მავალებს კიდეც გავხსნა ფრჩხილები. ესეც ერთი ახალი ცნობა. მაგრამ თუ თქვენი აზრები არ გავიგე, ვერაფერს ვიტყვი. ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. ბოლოს და ბოლოს კიდევ 30 წელი ხომ არ უნდა ვილაყბოთ? არ გვეყო რაც ილაყბეს? და პირდაპირ გეკითხებით რა გირჩევნიათ? კვლავ ასე ჩანჩალი, სოციალური რომანების წერა, კაცობრიობის ბედის ქაღალდზე გადაწყვეტა კანცელარიული გზით, მანამდე კი დესპოტიზმა პირიდან გლიჯოს გემრიელი ლუკმები, თუ საქმის სწრაფი გადაჭრა რა გზითაც უნდა იყოს, რაც ბოლოს და ბოლოს კაცობრიობას ხელფეხს გაუხსნის და საშუალებას მისცემს თავის ჭკუაზე მოაწყოს ქვეყანა, მოაწყოს სინამდვილეში და არა ქაღალდზე. იძახიან 100 მილიონი თავიო, იქნებეს მეტაფორაცა. თუმცა ანამან რად უნდა შეგვეშინოს, თუ კი დესპოტიზმი 100 წელიწადში 100 მილიონს კი არა და 500 მილიონ თავს ჩანდქავს, ვიდრე ჩვენ ოცნებებში ვიქნებით გართული? იზიც ინიშნეთ, რომ გადადებულ ავადმყოფს ვერანაირი ქაღალდის რეცეპტები ვერ მოარჩენს, პირიქით. თუ დავაყოვნეთ, შეიძლება ჩვენც დააგღუპოს და ის ახალი ძალების დაგვისნეულოს, რომელთა იმედი კიდევ შეიძლება გქონდეს. კი, სავსებით გეთანხმებით. ლიბერალური ენა მზეობა და ყაბედობა ერთობ სასიამოვნო რამ არის. საქმე კი მუდამ იკბინება. თუმცა მე დიდი მოლაპარაკე არ გახლავართ. აქ იმიტომ მოვედი ამბები გამცნოთ. ამიტომ თხოვ მთელ დარბაისელ საზოგადოებას კენჭის უყრელად პირდაპირ განაცხადოს, რა ურჩევნია. კუსნაბიჯით ჭაობში ჩანჩალი თუ ერთი ფეხის დაკვრის ჭაობზე გადახტომა. მე გადახტომის მომხრე ვარ, ახტაცებით შესძახა გიმნაზიელმა. მეც ხარი დაუჭირა ლამშინმა. არჩევანში რა საკვირველი არავინ შეცდება, ჩაილაპარაკა ერთმა ოფიცერმა, მერე მეორემ. შემდეგ კიდევ ვიღაცამ. რაც მთავარია, იმან უფრო აუჩქროლად გული, ვერხოვენსკი რომ, ასე ვთქვათ, ამბების საცნობად მოსულიყო და დაპირდა კიდეც ვილაპარაკებო. ვერხოვენსკიმ თვალი მოავალო საზოგადოებას. ბატონებო, გატყობთ თითქმის ყველა პროკლამაციების აზრს იზიარებთ. ყველა, წამოიძახა უმრავლესობამ. მართალი გითხრათ, მე უფრო ჰუმანურ გადაწყვეტას ვემხრობი, ჩაილაპარაკა მაიორმა. მაგრამ სადაც ყველა იქაც მე. მაშასა და მე არც თქვენ ხართ წინააღმდეგი, იუბრუნდა კოჭლ მასწავლებელს ვერხოვენსკი. კოჭლ მასწავლებელს სახე აელანძა. მე თუ ვეთანხმები, ასე ვთქვათ, მარტოოდენ იმიტომ არ მინდა დავარღვიო. აი ეგეთები ხართ ყველანი. ნახევარი წელიწადი ლიბერალური ენამზეობის ეშხით კამათობთ. ბოლოს კი სხვებთან ერთად მაინც ხმას აძლევთ. ბატონებო, კარგად ჩაუკვირდით, მართლა მზადა ხართ ყველა? მზად რისთვის? გაურკვეველი, მაგრამ ფრიად მაცდური კითხვა. რა თქმა უნდა ყველა, გაისმა ხმები, თუმცა ერთმანეთს კი მისჩერებოდნენ. იქნებ მერე იწყინოთ ასე მალე რა დავთანხმდითო? თქვენ ხომ ასე იცით მუდამ. ყველა ახელდა, თუმცა მიზეზი სხვადასხვა ჰქონდათ. კოჭლი მასწავლებელი ვერხოვენსკის ეცა. ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ამისთან აკითხვებს თავისი განპირობება აქვს. მაგ უცნაურ კითხვაზე თუ დაგეთანხმეთ,
ეს კიდევ არ ნიშნავს. და უცნაური რითია? იმით, რომ ამის თანაკითხვებს ასე არ სვამენ. მასწავლეთ და ვისწავლი. ანა არ ვიცოდი, პირველი რომ თქვენი წყენდით. რა უფლებით გვათქმევინეთ თანხმობა? ვინ მოგცათ უფლება ასეთი კითხვები მოგცეთ? ადრევე უნდა გეფიქრათ ამაზე. Რაღაც მიპასუხეთ? დათანხმდით და მერე იკბინეთ თითზე? ჩემი აზრით კი. მაგ თქვენი კითხვის ქერქეტული გულახდილობა იმას მოწმობს, რომ არც უფლება გააქვთ და არც ვისმე დაუვალებია ეს თქვენთვის უბრალოდ ცნობის მოყვარეობა გამოქმედებდათ. მაგას რაზე ამბობთ? რაზე? თითქოს შიშით შეხვირა ვერხოვენსკიმ. იმაზე, რომ აფილაციები როგორი სახისაც უნდა იყოს პირისპირ ხდება და არა 20 კაცისთან დასწრებით. აფილაცია საზოგადოებაში მიღება. დაურიდებლად მიახალა კოჭრმა მასწავლებელმა. ისე იყო გაჯავრებული, ვერხოვენსკიმ ყის შეშინებული სახე მიიღო და საზოგადოებას მოუტრიალდა. ბატონებო, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია განვაცხადო, ეს ყველაფერი სისულელია და მეტისმეტად გადავამლაშეთ ლაპარაკში. მე ჯერ არავისი აფილაცია არ მომიხდენია და არც არავის აქვს უფლება ჩემზე თქვას მოახდინაო. უბრალოდ ჩვენს შეხედულებებზე გქონდა ლაპარაკი, ხომ ასეა? მაგრამ ასეა თუ ისე, დიდად შემაშფოთეთ კი, ეუბრუნდა იგი კოჭრ მასწავლებელს. როგორ მეგონა, რომ ასეთ უბრალო რამეზე აქ მარტო ორ კაცს შორის შეიძლებოდა ლაპარაკი, იქნებ გაცემისა გეშინიათ? ნუ თუ ჩვენ შორისაც აღმოჩნდება, გამცემი? ყველანი ახელდნენ, ალაპარაკდნენ. ბატონებო, თუ ასეა, ყველაზე მეტად მე უნდა მეშინოდეს, ამიტომაც გთხოვთ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ, რა თქმა უნდა, თუ მოისურვებთ. რა კითხვა? აღაყანდნენ ირგვლივ. ამ კითხვის შემდეგ ნათელი იქნება, ერთად დავრჩეთ თუ უსიტყვოდ დავიხუროთ ქუდები და ყველა ჩვენ გზას ვეციოთ. კითხვა თქვით. თითოეულმა ჩვენგანმა რომ შეიტყოს. პოლიტიკური მკვლელობა მზადდებაო. წავა და გათქვამს, გინდაც იცოდეს რა მოელის ამისთვის თუ შეინიჭდება და ამბავთა მსვლელობას დაელოდება. აზრი აქვს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ამ კითხვის პასუხი ნათლად გვამცნობს. დავიშალოთ თუ ერთად დავრჩეთ არა მარტო ამ ერთ საღამოს. უკაცრავად და პირველი თქვენ მიპასუხეთ, მიუბრუნდა ის კოჭრ მასწავლებელს. მე რატომ? იმიტომ რომ თქვენ წამოიწყეთ ყველაფერი. თუ შეიძლება თავს ნუიძვრენთ, აქ ხრიკები არ გიშველით. თუმცა ნება თქვენია. მაპატიეთ, მაგრამ ასეთი კითხვა შეურაცხყოფა გახლავთ. არა, ბატონო, თუ შეიძლება ბრძანეთ. ფარული პოლიციის აგენტი თავის დღეში არ ყოფილა, არ დაიწმახნა კოჭრ მასწავლებელი. თუ შეიძლება უფრო ზუსტად, ნუ გვაყოვნებთ. მასწავლებელი ისე გაბრაზდა, პასუხიც არ გასცა და თავის მტანჯველს სათვალიდან გაბოროტებით შეაცქერდა. ხო თუ არა? გასცემთ თუ არა? ხმას საუმაღლა ვერხოვენსკიმ. რა თქმა უნდა არ გავცემ, ორჯერ უფრო აუწია ხმას კოჭრმა. ცხადია არც არავინ გასცემს, დაიძახა ბერმა. თუ შეიძლება ახლა თქვენ მიბრძანეთ, ბატონო მაიორო, გასცემთ თუ არა? ისიც ინიშნეთ თქვენ განზრახ გეკითხებით. არ გავცემ. მაგრამ რომ შეგეთხოთ, ვიღაც აპირებს ჩვეულებრივი მოკვდავის გაძარცვას და მოკლას, ხომ წახვიდოდით და ცნობებდით. რა საკვირველია, მაგრამ ეს ხომ სამოქალაქო ამბავია. აქ კი პოლიტიკურ დაბეზღებაზეა ლაპარაკი. ფარული პოლიციის აგენტი არასოდეს ყოფილა. არც სხვა ყოფილა დაიძახეს აქეთ იქიდან. ტყუილუბრალო კითხვა, პასუხი ყველას ერთი აქვს, გამცემები აქ არ არიან. ეს ბატონი რატომ ადგა? შეყვირა სტუდენტმა ქალმა. ეგ შატოვია. რატომ ადექით შატოვ? მიაძახა დიასახლისმა.
შატოვი მართლაც იდგა. გუდი ხელში ეჭირა და ვერხოვენსკის უყურებდა. ეთყობა რაღაც უნდოდა მისთვის ეთქვა, მაგრამ ყოყმანობდა. სახე გაფითრებული და გაბოროტებული ჰქონდა, მაგრამ მაინც თავი შეიკავა. აღარაფერი თქვა და უხმოდ წავიდა კარისკენ. თქვენთვისვე არ ვარგა შატოვ, დაადევნა ვერხოვენსკიმ. სამაგიერო შენისთანა ჯაშუშისა და რამზადისთვის ვარგა, გამოზახა შატოვმა და გავიდა. შეიქმნა ისევ ერთი ყაყანი და შეძახილები. ესეც შენი გამოცდა, დაიძახა ერთმა. მართლაც რომ გამოგვადგა? ვითომ გვიან ხომ არ არის? შენიშნა მესამემ. ვინ მოიწვია? ვინ მიიღო? რა კაცია? ვინ არის შატოვი? გაგცემს თუ არა ისმოდა ყველა მხრიდან. გამცემი რომ ყოფილიყო თავს მოიკატუნებდა, მაგან კი მოგვაფურთხა და წავიდა. ჩაურთო ვიღაცა. აგერ სტავროგინიც დგება. არც სტავროგინმა უპასუხა კითხვაზე და აიყვირა სტუდენტმა ქალმა. სტავროგინი მართლაც წამოდგა. სუფრის მეორე თავში კირილოვიც ამდგარიყო. მოითმინეთ ბატონო სტავროგინ, კვახეთ მიუტრიალდა დიასახლისი. ჩვენ აქ ყველამ უპასუხეთ კითხვაზე, თქვენ კი უპასუხოთ რატომ მიდიხართ? საჭიროდ არ მიმაჩნია იმ კითხვაზე უპასუხო, რაც თქვენ გაინტერესებთ, ჩაიბურტყუნა სტავროგინმა. ჩვენ აქ საფრთხეში ჩავიგდეთ თავი, თქვენ კი არა, იყვირა რამოდენიმე ხმა. მე რა თუ ჩაიგდეთ. ბოროტად გაეცინა სტავროგინს და თვალებით დააკვესა. როგორც რა? შეძახეს აქეთ-იქიდან. ბევრი სკამიდანაც წამოხდა. მოითმინეთ ბატონებო, მოითმინეთ, გაჰყვიროდა კოჭლი მასწავლებელი. არც ბატონმა ვერხოვენსკიმ გასცა პასუხი, მხოლოდ კითხვა დასვა. ამ შენიშვნამ გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველამ ერთმანეთს გადახედა. სტავროგინმა გადაიხარხარა და გავიდა. კირილოვი უკან მიჰყვა, ვერხოვენსკი კი დერეფანში დაეცია. რას მიშვრებით წაილუღლღა მან და ღონიურად ჩააფრინდა მკლავში. სტავროგინმა უხმოდ გამოგლიჯა ხელი. კირილოვთან დამხვდით. მოვალ, ჩემთვის აუცილებელია, აუცილებელი. ჩემთვის არა, მოუჭრა სტავროგინმა. სტავროგინი დაგხვდებათ, გადაჭრა კირილოვმა. სტავროგინ, თქვენთვისაც აუცილებელია იქ მოსვლა. რაღაცას გაჩვენებთ. ისინი გავიდნენ.